მოდით ვისაუბროთ დიაბეტზე. რომ ვნახოთ ღეროვანი უჯრედების გადმოსყორსნა რამდენად დადებითად მოქმედებს დიაბეტზე, ორ რამეს უნდა დავაკვირდეთ. პირველი, რომ ღეროვანი უჯრედების ბუნებრივი ფუნქციაა, რომ გადმოვიდნენ ძვლის ტვინიდან, მივიდნენ პანკრეასში და გადაიქცნენ ინსულინის გამომყოფ უჯრედებად. თუ ნახეთ, რომ ღეროვან უჯრედებს ეს შეუძლიათ, შემდგომი ნაბიჯია, რომ დავაკვირდეთ, რომ თუ უფრო მეტ ღეროვან უჯრედებს გადმოსყორსნით სისხლის მიმოქცევაში, რამდენად აღადგენს პანკრეასის ბუნებრივ ფუნქციას და რამდენად ხელს შეუწყლის დიაბეტის განვითარებას. ეს პირველი კვლევაა, ცოტა ჩახლართულია, მაგრამ მომყევით. მეცნიერებმა გამოყოს მამრი თაგვები და გააკეთეს გენეტიკური მანიპულაცია. კერძოდ, ამ თაგვების ინსულინის უჯრედის გენს მიაწებეს მწვანე მანათობელის ფლუორესცენციული ცილა. ანუ მათ აიღეს პირველი ემბრიონული ღეროვანი უჯრედი, რომლიდანაც თაგვი ყალიბდება და აი ამ უჯრედს გაუკეთეს გენეტიკური მანიპულაცია. როცა ამ უჯრედიდან გაიზრდება თაგვი, მაშინ ნებისმიერი ინსულინის წარმოქმნელი უჯრედი მწვანედ ინათებს. მეცნიერებმა რადიაციით დაასხივეს მდედრი თაგვი და ასე გაუნადგურეს ყველა ღეროვანი უჯრედი. შემდგომ ამ მამრის ღეროვანი უჯრედები გადანერგეს მდედრ თაგვში ინექციის სახით. ასეთი სახით ამ მდედრის წითელ ტვინში ღეროვანი უჯრედები Y მამრის ქრომოსომით განისაზღვრებოდა, ხოლო ყველა სხვა ორგანოს უჯრედები ორმაგი X-ით. და თუ ამ მდედრის ღეროვანი უჯრედები პანკრეასში წავიდოდა და გარდაიქმნებოდა ინსულინის გამომყოფ უჯრედად, ის გაანათებდა მწვანედ. ორი კვირის შემდეგ პანკრეასიდან გამოაცალკევეს უჯრედები და დაინახეს, რომ ინსულინის წარმოქმნელი უჯრედების გენის მწვანედ გარდასახვა მოახდინა და რაც საინტერესოა, წითელი მარკერის საშუალებით დაინახეს, რომ ეს უჯრედები ინსულინსაც კი გამოიმუშავებდა. და თუ დააკვირდებით ამ ორ უჯრედს, არც ჰიპერაქტიულია და არც ზარმაცია, ის არის ჩვეულებრივი ნორმალური უჯრედი. ყველა თქვენი უჯრედი პანკრეასში განვითარდა ძვლის ტვინში არსებული ღეროვანი უჯრედებისგან და არა დაბადებიდან არსებული უჯრედებისგან. ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი, რომელიც ბუნებამ გვიბოძა. მას აქვს Y ქრომოსომა და ამით ვიცნობთ, რომ ის წარმოიშვა ძვლის ტვინიდან არსებული ღეროვანი უჯრედებიდან. ეს კვლევა აჩვენებს, რომ ღეროვანი უჯრედებს შეუძლიათ ბუნებრივად დატოვონ ძვლის ტვინი, გადავიდნენ პანკრეასში და გარდაიქმნან ნორმალურ ინსულინის წარმოქმნელ უჯრედებად. თქვენ არ ხართ მეცნიერები, ამიტომ ცოტა მეტი რამის ახსნა მომიწევს. ადამიანებზე ცდებს ვერ ჩავატარებთ, ამიტომ ვიყენებთ თაგვებს, მაგრამ ბუნებაში არ არსებობს თაგვი პარკინსონით ან ალცჰაიმერის დაავადებით. და გვჭირდება, რომ ხელოვნურად გამოვიწვიოთ ეს დაავადებები ცხოველებში, რომლებიც გამოხატავს ადამიანის დაავადებებს და შემდგომ ჩავატაროთ ცდები და ვუმკურნალოთ მათ. მაგალითად, ალცჰაიმერისთვის თავს უხვრიტავ თავის ქალას, ალუმინის ვდებს შიგნით და თავს უვითარდება ალცჰაიმერის დაავადება. პარკინსონისთვის სპეციფიური ტოქსინის ინექციას უკეთებ თავში, რომელიც კლავს დოპამინის გამოსამუშავებელ უჯრედებს და ცხოველებს უვითარდებათ პარკინსონი. რაც შეეხება დიაბეტს, ჩვენ ვიღებთ ტოქსინს, რომელიც კონკრეტული ბაქტერიისგან იქმნება. თაგვებს უკეთებთ ინსულომაში, რომელიც არის პანკრეასის ნაწილი და რომელიც გამოიმუშავებს ინსულინს. 24-48 საათში ეს ინსულომა ხდება ასეთი, რაც ნიშნავს იმას, რომ ცხოველს განუვითარდა დიაბეტი და სჭირდება ინსულინი. თაგვების ერთ-ერთ ჯგუფს გაუკეთეს ეს ტოქსინი, რომელშიც ასევე შედიოდა ნაერთი, რომელიც ღეროვან უჯრედებს ზურგის ტვინიდან გადმოსყორსნის სისხლში. და მიუხედავად ამ ტოქსინის მავნებლობისა, მოხდა ინსულომას ნაწილობრივი აღდგენა, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოიმუშავებდა საჭირო რაოდენობის ინსულინს და თაგვს აღარ ჰქონდა დიაბეტი. დაახლოებით 10 წლის წინ 14 ადამიანი, რომელსაც ინსულინზე დამოკიდებული დიაბეტი ახლად შეძენილი ჰქონდა, საკუთარი ღეროვანი უჯრედების სისხლში გადმოსყორსნის 2 რაუნდი ჩაუტარეს. და ამ 14 ადამიანიდან 3 თვიდან 3 წლის განმავლობაში მოუწესრიგდა შაქრიანი დიაბეტის პრობლემა. ანუ ისინი გახდნენ ინსულინ დამოუკიდებლები. მე არ გეუბნებთ, რომ დიაბეტის განკურნების საშუალება ვიპოვეთ. მე გაჩვენებ თქვენივე ღეროვანი უჯრედების შესაძლებლობას. მათ შეუძლიათ გარდაიქმნან პანკრეასის ინსულინის წარმოქმნელ უჯრედებად და რაც უფრო მეტი ღეროვანი უჯრედი ცირკულირებს სისხლში, მით უფრო უკეთეს შედეგს ვიღებთ. ასეთი შეკითხვა, თუ ადამიანის პანკრეასი საერთოდ არ გამოიმუშავებს ინსულინს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ როცა ღეროვანი უჯრედები პანკრეასში მივა, ამოიცნობენ პანკრეასს და გარდაიქმნებიან პანკრეასის უჯრედებად ღეროვანი უჯრედების დნმ-ის შესაბამისად და აი ასე მოხდება აღდგენა. ამისთვის მხოლოდ საჭიროა მცირეოდენი ქსოვილის არსებობა. მაგალითად, გქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანს ფარისებრი ჯირკვალი ამოკვეთეს და სულ მცირე ნაწილი დატოვეს ქსოვილისა. მიუხედავად ამისა, განიცადა აღდგენა. მე არ ვამბობ, რომ თვითონ ქსოვილი აღდგა, არამედ ვგულისხმობ იმას, რომ ჰორმონების გამომუშავება დაიწყო.